გამარჯობათ მეგობრებო, მოგესალმებით. მოკლედ დღეს მინდა ერთ ძალიან მნიშვნელოვან ამბავს შევეხო, რაც ისედაც ყოველდღიურობაა ჩვენი ქვეყნის და ალბათ არავის არ გაუკვირდება უსამართლობის საკითხთან დაკავშირებით, რომ ქვეყანაში მე არ მახსოვს საქართველოში, როდესმე სამართალი ყოფილიყო და სამართლიანი გარემო ყოფილიყო უბრალო მოქალაქეების მიმართ, რა თქმა უნდა და განჩენზე ზედმეტი ალაპარაკი ხო, სოციალურ სამართალზე და ასე შემდეგ. უბრალოდ აი სისხლის სამართლის კოდექსის მიმართებაში, ასე შემდეგ, რასაც ქვია, ძალიან უხეში უსამართლობები რაც ხდება და ეხლა მე ამით არავის არ ვაკვირებ, იმიტომ რომ საქართველო არის უსამართლობის სიმბოლო. ქოცები ზოგადად და ნაცები ესენი არიან უსამართლობის პარტიები და მათი ლიდერები. ეს ხალხი არის ყველა ბინძური ბიოლოგიური ნაგავი ადამიანები, რომლებმაც ეს მახინჯი სისტემა შექმნეს და აი ამ მახინჯი სისტემის ზოგიერთი თვითონვე გახდა მსხვერპლი და ზოგიერთი კიდე აწი გახდება მომავალში ვერავინ ვერ გადაურჩება ამ ყველაფერს. საუბრობ ამ ყველაფრიდან გამომდინარე, რატომ? დღეს მოკლედ გავრცელდა ესეთი ინფორმაცია, რომ თურმე ესა ევროპარლამენტის რეზოლუცია ქოცებს მოუწოდებს საბჭოთა პერიოდის არქივების გახსნას, რასაც ორივე ხელით მივესალმები, დიახ, უნდა გაიხსნას საბჭოთა კავშირის პერიოდის არქივები საქართველოში, საქართველოს უნდა მიიღოს ლუსტრაციის კანონი, საქართველოში ნებისმიერს უნდა შეეძლოს მოძებნა, ვინ იყო საბჭოთა პერიოდის აგენტები, ვინ ჩაუშვა, ვინ ჩააბოზა, ვინ მოკლა, ვინ დახვრიტა, სტალინს რო აბრალებს ყველაფერს, სტალინმა დახვრიტაო. ეს აუცილებლად უნდა მოხდეს და ყველამ უნდა გაიგოს ვინ იყო მისი წინაპარი. მე არ მეშინია, იმიტომ რომ მე არ მყოლია ჩამშვები და ჩამბოზებელი და ჩათლახი წინაპარი და არც მშობელი და არც აგენტი და არც არავინ და არც მოღალატე მყოლია წინაპარი არავინ რა. ღმერთმა დამიფაროს. და ვისაც ყავდა მშობლები, ბაბუები, ბებიები, ან თვითონ არიან საბჭოთა კავშირის აგენტები, კგბ-ს აგენტები, რუსეთის აგენტები, ამერიკის აგენტები დღეს შთამომავლობით რო გადაიბარეს სამშობლოს ღალატი, ყველაფერს ამას აქვს საწყისი. ვინც კომუნისტების დროს იყო აგენტი და მოღალატე, ის ბუნებრივად არის აგენტი და მოღალატე. თუმცა ახლა მე ისეთ ღია ადამიანებზე არ მაქვს ლაპარაკი, მაგალითად როგორიც ახლა მაგალითად ზის ციხეში ჰელენ ხოშტარია და მთელი ეს ტრაკიდან განათლებული, უკრიდან განათლებული ეს შიგევროპული საზოგადოება ძალიან აღშფოთებულია და არა მარტო საქართველოში, იქაც ბრიუსელში. და არავის არ ახსენდება ის, რომ ელენე ხოშტარიას მამა, გოგი ხოშტარია, პუჩისტი და ნაძირალა იყო და 91-92 წლებში ეროვნულ ხელისუფლებას ტყვიას ესროდა და კგბ-ს დავალებას ასრულებდა. კგბ თავის მხრივ კიდე ამათ დავალებას ასრულებდა და ეროვნულ ხელისუფლებას ამხობდნენ. ეს არავის არ ახსოვს. არავის არ ახსენდება ის, რომ ხოშტარია უკვე პატიმარი ხოშტარია, ჰელენ ხოშტარია, ეს ნაბოზარკა ეს თვითონ მგიმოდამთავრებული პირდაპირ, რომელიც არის უშუალოდ რომელიც არის ინკუბატორი გრუს აგენტების გასაზრდელად დიპლომატიაში. შეცა ეს არ აქვს მნიშვნელობა, ეს ჩიტომ ჰაუსი იქნება თუ კემბრიჯი იქნება, ოქსფორდი იქნება, გიმო იქნება, ლომონოსოვი იქნება თუ ვინ იქნება დიპლომატიურ მიმართულებაზე, რომელიც მუშაობს და სტუდენტებს ზრდის თავის აგენტურას, თამაში გასაკვირი არაფერი არა. ნუ საქართველოში არავის არ აინტერესებს. მოღალატი შვილი, რომელმაც დაამთავრა რუსეთში დიპლომატიური სამსახური და რომელიც დღემდე ღებულობს უზარმაზარ გრანტებს რუსეთიდან და ამაზე წუხს მთელი შიგევროპა. და ამაზე წუხს მთელი ეს განვითარებული როგორც უყვართ ამათ თქვა, ცივილიზირებული დემოკრატიული სამყარო. ორივე ხელით მივესალმები, სასწრაფოდ იქნას გახსნილი საბჭოთა პერიოდის აგენტურა. დამთავრდა ის ხალხი, ვინც მაშინ იყვნენ ბოზები და ჩათლახები, დღეს ცოცხლები აღარ არიან. აბსოლუტური უმრავლესობა. საინტერესო არის რა? ყველას შეგვიძლია გავიგოთ მათი შთამომავლობა პატომსტვენი აგენტებს, რასაც ეძახიან, შთამომავლობითი აგენტურა, ოფიციალურად ვინ იყო და ვინ არის და ველოდები, როდის შეასრულებს ქოცობა და მე ძალიან მაინტერესებს ასევე ქოცების მამებს რა თუნდა ახლა გახსნა რომ ისინი აგენტები იყვნენ, გადახედეთ აგერ ჩიჩილაკას მამას და ჩიჩილაკას შვილს
და რა თუნდა ახლა იმას ლაპარაკი რომ ეს ვირთხა ნაძირალა ხაინდრავა და მამამისი და მთელი ამათი შთამომავლობა აგენტები იყვნენ. და მიდი დედის წარმომავლობასაც რომ მალავს. ურია რო ყავს დედა და რო უტყდება იმის თქმა, რომ ურია ყავდა დედა. გადამარხული რო ყავს. და მამა აგენტი საბჭოთა კავშირის დამსახურებული და შვილი დემოკრატი. აი ეს ხალხი ოფიციალურად რო მიირთხამენ შესაბამის იარლიქს, აი უკვე იქნება ძალიან კარგი. და ახლა რაც შეეხება უსამართლობის საკითხს. საქართველოში სამართალი არ არსებულა და სამართალი არ დადგება. არ დადგება ამ ადგილში, იმიტომ რომ უსამართლო ადამიანებს არ შეუძლიათ სამართლიანი სასამართლო შექმნა. ეს გამორიცხულია 1%-ია დღევანდელი პოლიტიკური ელიტა. ეს არის ის პოლიტიკური ელიტა, რომელიც იყო 20 წლის წინ. ეს არის ის 20 წლის წინ რა პოლიტიკური ელიტაც იყო, ეს არის ზუსტად იმ პუჩისტების ელიტა, რომელიც იყო მაშინ და ეს პუჩისტების ელიტა არიან მანამდელი წითელი ინტელიგენცია და მთელი ეს აბოზეთი და საჩათლახეთი, რომელიც იყო, როცა ჭირდებოდათ კრემლს უძრებოდნენ ტრაქში და დღეს როცა ჭირდებათ დემოკრატები რო არიან გამხდარები. ვირთხა ნაძირალა ადამიანები. დღეს რო რუსეთი იყოს მოდაში და რუსეთუმეობა იყოს მოდაში და ასე ჭირდებოდეს საქმეს, დღეს ეს ინგლისურ ენაზე მოლაპარაკე ეს ბოზიშვილები რო არიან, ეს მთელი არასამთავრობოები და მთელი ეს ჩათლახები, პირველი პირწავარდნილი კომკავშირლები იქნებოდნენ ხელში წითელი დროშით. ხალხის დასახვრეტად, ეს ისეთ ცნობისთვის. რატო ამბობ ახლა ამას? ბევრი რაღაცები მოხდა, აგერ გამოვხტარა დღეს პოსტის ჰქონდა დაწერილი, გამოვხტარა აგერ ჩვენი ეს კაშკაშა ვარსკვლავი ერთ დროს დიდი პოლიტიკური ფიგურა, მაგარი ქალი საქართველოში, რა ვიცი. ქალი თუ ასაკითხავია, შეიძლება ვარღვევ ამის უფლებებს და რაღაცა სხვა გენდერს წარმოადგენს. შეიძლება თავი ნიანგი გონია, იმიტომ რომ ძალიან წააგავს ვიზუალით ნიანგს, აი განსაკუთრებით ინდოეთში რო არის გავრცელებული ნიანგების ჯიში გავიალი. აი იმას გავს ძალიან. და შეიძლება ადამიანიც არა, შეიძლება არ ვიცი, ხო არის ეგეთი ხალხი, ზოგს თავი ლეოპარდი გონია, ზოგს სპილო გონია თავი, ზოგს თაგვი გონია, ზოგს კატა გონია, ზოგს ძაღლი გონია და შეიძლება ეს არ ვიცი, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ნორმალური ადამიანების თვალით დანახული ეს მდედრი არის და ამიტომ მდედრობითი სქესის არსებას ასე ვიტყვი, მაშინ ყველაზე მეტი შესაფერისი რო იყოს და იმ 65 გენდერიდან თვითონ აირჩიოს, ვინცა გამომხტარა და ჩივის თურმე უსამართლობის წინააღმდეგ, თურმე ცილი დაუწამებიათ აი ამ ხრონჩიანი იმისთვის, რა ქვია, ლომჯარიასთვის. რომ თურმე შეურაცხყოფა პატივი და ღირსებაც ქონია თურმე იმას ლომჯარიას და ამ ტრაკიდან განათლებულებს, თურმე პატივი და ღირსებაც ქონია და ცილის წამებაზე თურმე ჩივის. შებებერო ძუკნა. სოროსის ძუკნა. პირდაპირ გეუბნები, აი ესე, ყოველგვარი მორიდების გარეშე წადი ჩივლი გიყვარს და წადი თამთაიასთან მიჩივრე თუ გინდა. შენ როდესაც ეგდე სახალხო დამცველად. სახალხო დამცველი ხო იყავი? აგერ აქ ინტერნეტსაც აქვს შენახული ყველაფერი, ინტერნეტს ყველაფერი ახსოვს. უახლოეს პერიოდში. როდესაც იყავი სახალხო დამცველი და ვიღაცის პროქტოლოგიური ხვრელის მეტი არავინ და არაფერი რო არ გახსოვდა. და სულ ვიღაცის ტრაკზე ფიქრობდი და ვიღაცის ტრაკის დაცვაზე ფიქრობდი. როდესაც ვითხოვდით და იყო მოთხოვნა რომ ცილისწამების კანონი გამკაცრებულიყო, როგორ იყო რომ გამოხტი სიტყვის თავისუფლებასო და დემოკრატიის შეზღუდვასო ნიშნავსო ცილისწამების კანონი. ეხლა რომ მოგადგა ტრაკზე გეგენხოლენი, ეხლა გამოდიხარ თურმე და ეხლა ჩივიხარ და ეხლა ცუდია რომ თურმე ცილისწამების კანონი არა გვაქვს თურმე ქვეყანაში? არა გვაქვს. არ გვექნება ჩვენ ცილისწამების კანონი არასდროს, იმიტომ რომ ამ სისტემას მხოლოდ და მხოლოდ ცილისწამებითა ტყუილით შეუძლია იარსებოს და ცილისწამება რომ დასჯადი გახდეს, ესენი ყველა უნდა დაიჭირონ და თავის თავს ესენი არ დაიჭერენ. ხო და ეხლა თურმე ამასაც შეეხო თურმე უსამართლობა და ვიღაცის ტრაკის გარდა საკუთარი ტრაკიც რო აქვს თურმე გახსენებია და იმისთვის, რა ქვია, პატივის და ღირსების დასაცავად თურმე ჩივის. იჩივლე მოგიტყან გამზდელი იგივე თქვენ სასამართლოში, რომელიც თქვენი რეფორმირებული არის, იქ დაგვხდება მურუსიძე და არ ყვიეთ ერთი მეორეში იგი მტყვალმართალი. ხო,
თამთაია ცოცხალია კი არა, ეგერ 60 საქმე ქონია აღძრული და კისერს იტეხავს თურმე და სასწაული კომენტარი გააკეთა ამის წინ. ახლა იმაში ვნახე, რომ შეურაცხყოფელ სიტყვებსო კანონი და კოდექსიო არ განმარტავსო და შეურაცხყოფელ სიტყვას თუ კანონი არ განმარტავს რა არის და რის გამო შეიძლება საქმე იქნას აღძრული, არ ვიცი რაზე იჭერთ ამ ხალხს, მე ვერ გამიგია. ვერ გამიგია. ცხონებული მამაჩემი იყო იურისტი, ძალიან უნდა და იურისტი რო გამოსულიყავი, მაგრამ რო ხედავდი რაც ხდებოდა ამ სფეროში ზოგადად ადამიანური თვალსაზრისით ავიცილე ყველაფერი და მე თვითონ უხაროდა რომ მართალი ხარ სულ ამ უსამართლო ქვეყანაში რა აზრი აქვს კანონების ცოდნას. დღეს ასე შეცვლიან, მე ისე შეცვლიან და ყველაფერი უგუღმა დატრიალდებაო და ერთხრივ ძალიანაც უხაროდა რომ ამ მიმართულებით არ წავედი, რაღაცა გამიგია და რაღაც წამიკითხია ამ სფეროში. ხო და ვიცი რანაირი იურისტი ეგენი რო არიან, მაგდენი ამათმა იურიდიული განათლება გააჩნიათ, ამათ იმდენი განათლება იმაში მქონდა, რა ქვია, 20 წლის წინ მქონდა, უფრო მეტი კიდე, ამათ რო 5 და 6 წელი უსწავლიათ. თავი არავიზე მეტი არ მგონია, მაგრამ ამ უწინურებთან დაკავშირებით საერთოდ ზედმეტია ლაპარაკი რა იურიდიული განათლება ამათ აქვს. ეხლა თურმე მოადგა გეგენჰოლენი და ეხლა თურმე იცავს თავს. ვერ დაიცავ თავს ლომჯარია, ვერ დაიცავ, იმიტომ ვერ დაიცავ, რომ შენც ისეთივე ბოზიშვილი ხარ ამ სისტემის. როგორი ბოზიშვილიც არის საერთოდ თითოეული კოცი და თითოეული ნაცი. არ გეშველებათ არაფერი, თქვენ ასე უნდა დავპეთ ერთმანეთში, თქვენ ასე უნდა აყროლდეთ. და თქვენი ტაშის მკვლელები, თქვენი მხარდამჭერები თურმე რო არაფერში რო არ არიან დაბნაშავეები და უბრალოდ მარტო რომ მიდიან და რო ხაზავენ და თურმე მეტი რო არაფერი რო არ ესმით და მეტი რო არაფერზე პასუხს რო არ აგებენ. ისინიც მაგაში უნდა მოიხარშონ და ერთად მოიხარშებით ყველაფერში. გაგიმარჯვეთ. რატო, აი, შეხედეთ, რამდენი უსამართლობა ხდება ამ ქვეყანაში, აი ერთი რაღაცა მინდა გაჩვენოთ, მე კი მქონდა ეს დადებული და ვისაც აინტერესებდა ჩემ გვერდზე, ნახა იმ ხალხმა სულ ყველამ. მაგრამ აი, სასამართლოს დაგვირდით რა მომხდარა თამთაიას სისტემას, ერთი წამი სად არის? თამთაიას სისტემას თურმე ამდგარა და დაუჯარიმებია გუბოზა სანიკიძის პატარა ბიჭის ლანძღვის გულისთვის უბრალო მოქალაქე 2000, ხო, აგერა. 2000 ლარი თურმე. 2000 ლარი და ამას თურმე სამართალი ქვია. და თურმე ამით იცავენ თურმე ქვეყანაში სამართალს. თეორიაში რა ხდება და პრაქტიკაში რა ხდება? პრაქტიკაში ხდება ის, რომ ქართულ საზოგადოებას მართავს 1%. 1% შეიძლება არ იყოს. 1% მოღალატეების, 1% შთამომავლობითი მოღალატეების, ვირთხების, აგენტების, ჩათლახების, აი ეს არის ტიპიური პროდუქტი თუ რას ქვია, ეგრეთ წოდებული პატომსტვენი აგენტი, ანუ შთამომავლობითი აგენტი. რატო მე ვემხრობი რომ ის გაიხსნას და უნდა ნახოს ხალხმა ვინ იყო. იმიტომ რომ ამის ბაბუა ძაღლი მიაკუ და ამის ბაბუა უკაცრავად გაითიშა. ამის ბაბუა ლევან სანიკიძე. ერთი თავშივე მინდა ვთქვა, ესენი სანიკიანები არიან თუ სანიკიძეები არიან, ჯერ ქუთაისში ბევრი ის დარბის და ბარეორმა კარგად მოიკითხეთ რა, სინამდვილეში ვინ არიან. მე არც ერთი ეროვნების წარმომადგენელს არ ვერჩი საქართველოში, რა აქვს მნიშვნელობა რა ეროვნების ადამიანი იქნები, რა გვარის ადამიანი იქნები, მთავარია ღირსეულად უნდა ატარო შენი გვარი და ღირსეულად უნდა წარმოაჩინო შენი ეროვნება. რა აქვს მნიშვნელობა ეს სანიკიანი იქნება, ცარუკიანი იქნება, სანიკოვი იქნება, სანიკოვსონი იქნება ამერიკიდან თუ ვინ იქნება, არ აქვს მნიშვნელობა, მაგრამ ადამიანი რომ ის წარმომავლობას მალავს და ეტმასნება ზოგადად სხვა ეროვნებას და მე კარგად ჩანს თუ ამ კაცი რომელიც მის წარმომავლობას ღალატობს, მე ვისაც ეტმასნება იმასაც ღალატობს და საერთოდ ესაა მაგათი ჩადებული ეს არის ზუსტად ესე ფსევდო ქართველებში და ეს არის ამათი ოჯახი არის სახე. სულ აძაღლებული ბაბუამისი. ტიპიური რომელიც ქართველების სირცხვილზე წერდა, ვითომ ისტორიკოსი, ვითომ მეზღაპრე. ძაღლი მიაკვდა სულში. პირველი იმას ყვიროდა, რა ქვია, ზვიად გამსახურდიაო, სამშობლოს მოღალატეაო. ამას აი ბოზიშვილს. ამის მამა, ანუ ლევანიკოს შვილი გუბოზას რო კითხო იმ პერიოდში თურმე ზვიად გამსახურდიას მომხრე იყო.
ეს როგორ გავიგოთ ახლა მამა პუჩისტი და პრეზიდენტს მოღალატეს უძახის. შვილი ეროვნული მოძრაობის წევრი? ნუ რაღაცას დაიჯერებდა ადამიანი, რომ ამათში მართლა იდეური ჭიდილი ყოფილიყო, სადიციან ამათმა იდეა. თმის ღერი არ ჩამოვარდნია არც ერთ, თმის ღერი არ ჩამოვარდნია არც მეორეს, იგაც იმისთვის იყო ის ჩანერგილი, ამა ასეთ ებმა დაღუპეს ხონებული ზვიად გამსახურდია და ეროვნული მოძრაობა. ხო და აი ეს მისია შეასრულეს. ახლა შვილი შემოათრიეს ეს პატარა ქვეწარმავალი, რაღა პატარა ამ ხელა აყუდებული სირია ამის გამზდელი მოტყან. ვის გაზდიდა ახლა ნორმალური ბაზის გაზდილი შვილი რა იქნებოდა ნორმალური უთავმოყვარეო უსინდისო ადამიანს. ახლა ესა მოსული და ახლა ეს ნიშას ბაძავს, იმას სააკოვს ბაძავს სანიკიანი. და ხან ასე დგება და ხან ისე დგება და ქართველი უნდა გამწარდესო და ქართველი უნდა გაიმასკესო. და გავიწყდეს ბოზიშვილი რა ეცახო და და ახლა ამის აი ესეთი ტიპიური ბიოლოგიური ნაგავის შეურაცხყოფაც კი ჩვენი მხრიდან ვინც ჩვენი ქვეყანა დაგვინგრიეს, ვინც ჩვენი ქვეყანა გაგვისწორა მიწასთან, ვინც გაძარცვა ხალხი, ვინც ჯიბეში ჩაიდო ყველაფერი და მოათახსირა ყველაფერი, თქვენაერ და ჩემნაირ რიგით ქართველებს გინებას კი აუგრძალა ქართულმა ოცნებამ, ბატონმა ბიძინამ ღმერთმა დაგლოცოს კანონის ფარგლებში. სინამდვილეში რა გააკეთეს? სინამდვილეში გააკეთეს ის, რომ ამ 1%-ის ლანძღვა, გინება და შეურაცხყოფა ინტერნეტშიც კი აუგრძალეს ადამიანებს. აი ეს არის ბატონი ბიძინა, მე გიკვირთ რომ ამბობთ რომ ერთი და იგივეა, აბა ვინ აფინანსებდა ამას, ვინ აფინანსებდა იმას, რა ქვია, ნიშას, გინდა ვინ იყო ამათ უკანალში შემძრალი და ამაცე ჩვენ ცუდი არ უნდა ვთქვათ ხალხო. ინტერნეტშიც არ უნდა ვთქვათ, თუ არა მოვა თამთაია ტყავის მათრახით და ბორკილებით. და წაგვიყვანს მე იქ ციხეში. და იქ ჩაგვიტარებს იმის, რა ქვია, მაზოხისტური სექსუალური იმის იმგენს, რა ქვია, გაკვეთილებს და დაგსჯის. აი ასეთი სამართლის ქვეყანა. მაგრამ ეს კარგი ახლა ესენი ახლა რაც შეიძლება ადამიანმა ცადოს, რაც შეიძლება ადამიანი ეცდებოდეს იმას, რომ ეს ძლიერნი ამათა ქვეყნისანი ასე მოაწყონ და ისე მოაწყონ და ასე წარმოაჩინონ და ესე წარმოაჩინონ. ღმერთს თავისი ხედვები აქვს და ყველაფერს ადრე თუ გვიან თავისას ბუმერანგის ეფექტი გააჩნია და ეხლა ბოლოს შემოვიტოვე ამ ერთი რაღაცის თქმა მინდა მოისმინოს თავადაც და ყველა კოცმა მოისმინოს. აღარა მაქვს ლაპარაკი იმ მამალ კოცებზე, რომელი მამალი კოცებიც იყო გარიბაშვილი, იყო კვირიკაშვილი, იყო გახარია, იყვნენ ეს მთელი ეს ბაჩიაშვილები, ეს ლილუაშვილები, ეს მთელი ბურჭულაძეები, აგერ გუშინ წინ კიდე რომ მეჯართეები დაიჭირეს თურმე ჯარში მან წადი რა მოფსი დაიძინე რა მანუჩარა რა წადი რა მოფსი დაიძინე რა მამაც დედამოტყნული იყო შვილიც დედამოტყნულია და შვილიშვილიც დედამოტყნულია შთამომავლობითი ნაბოძვარია ისევე როგორი დედამოტყნულიც არის ესა რა ქვია ხოშტარიას მამა და ხოშტარიას შვილი რა გინდა შენ ერთი რატრაკი გეწვის ერთი ვინც ახარ კაც რაში მაინტერესებს შენ ბიჭო პარტიაში ილაპარაკე მანქანი გამომივიდა აქ ისე რა ქვია ბრძენი კოცი აქ მალე ერთმანეთს რო შეჭამთ ხო აი ესე ვიჯდები მდინარესთან აი ესე ვიჯდები ჩინური სიბრძნე რო არის აი დაჯექიო მდინარესთანო და ჩამოიტანსო იმასო მდინარეო მტრის გვამსო ჩამოიტანსო და ჩემი მტრები რო იყოთ მარტო ვინჩივა ბიჭო საქართველოს მტრები ხართ გაიგე შენზე არ ვამბობ შენ სალჩე გიძლია და შეიძლება არც ხარ კაცო მაგრამ მაგათ მხარეს რო იცავ აბა ვისიცავ ვისი ის გაწუხებს და ბარეოს აი დღეს ახლა მინდა წარმოგიდგინო კიდე ერთი ესეთი იმის დიდი კაშკაშა გამპრავებლის ბედი მინდა წარმოგიდგინო რომელ გამპრავებელ ბედსაც რა ეწია და მინდა სხვებისთვის იყოს მაგალითი ყველა ნორმალური ადამიანისთვის მაგალითი უნდა იყოს ის რაც კოცებში ხდება არ არსებობს კოცური სისტემა და ივანიშვილი პირველად აბა თქვია მოღალატეების პარტია და რატო პირველი რაც გააკეთა ბიძინა ივანიშვილმა და მისმა ბოზიშვილმა თანამებრძოლებმა აი 2012 წელს პირველი რაც გააკეთეს ვინც რეალურად მოიყვანა ეს ბოზიშვილები ხელისუფლებაში იმათ დაუწყო კბენა და იმათ დაუწყო მტრობა და იმათგან სკამებზე ტრაკი რო დადეს ასე იყო ეს
თუ ვინმე კაცი იყო, თუ ვინმე ვაჟკაცი იყო, თუ ვინმე ღირსეული ადამიანი იყო და ვინც მართლა მზად იყო ბრძოლისთვის, აბსოლუტურად ყველას შეაფურთხეს სულში. და შემოიკრიბეს გვერდით ხიდაშელი, ჩუგოშვილი, ლომჯარია, აბა სოროს ტრაქში ტყილა კი არ უძრაობდა ბიძინა ივანიშვილი. აი იმის გამზრდელს შევეცი მე, ვინც ქართველებს ესეთი კანონმდებლობა შეუქმნა. ბატონო მანუჩარ, იმის დედას შევეცი მე, მოუტყან გამზრდელი. ხელისუფლებიან ოპოზიციანად, მთელი ამ ხნის მანძილზე. და ვინც ამ ქვეყანას აი ამ კანონებით აცხოვრებს და აი ამ სამართლით აცხოვრებს. აი ესეც ახლა თუ გულს წყვიტავს, იჯექი გულდაწყვეტი. ხო და ღარიბაშვილი არის ტიპიური მაგალითი, რომ ბიძინა ივანიშვილისთვის თუ გინდა თავი გაწირე, არაფერი მნიშვნელობა არ აქვს. ამიტომ ამ ხალხზე მე არ ამაკ ლაპარაკი. ეს ხალხი გამოდგენა პირველ რიგში 2012-ში ჩვენ დაგვერიენ. ვინც მართლა ნაცების და ვინც მართლა იმ დამპალი სისტემის წინააღმდეგ ვიყავით, რომ მაგ ბოზიშვილების ბედნიერება შეგვექმნა თურმე. და არა ის რომ სინამდვილეში ამათ ქვეყანა და სამშობლოს ფეხებზე ეკიდათ, რაში აინტერესებდა და 14 წელია აგერ მათი ნამოქმედარი და მათი ნავაშკაცები აგერ კარგად ჩანს. აგერ რაც გაუკეთეს ქვეყანას. კარგად ჩანს. მიდით. გაგრძელეთ ასე. რაც ქონიათ გულში კარგად გამოჩნდა. ეხლა რა შეეხება დანარჩენს. ისინი ზემოთ ის ბობოლა ბოზიშვილი ხოცებს ხო თვითონ დაერიენ ერთმანეთს ხო დედას უტყნავენ. და გუშინდელი ძმები ხო დღევანდელი მტრები არიან. და გუშინდელი გმირები დღევანდელი მოღალატეები ხო არიან. და ხო ჭამთ ერთმანეთს. ხო ჭამთ ერთმანეთს და უნდა შეჭამოთ. უნდა შეჭამოთ. ჯერ თქვენ რო იყოთ ადამიანი ვინმეს არ ეგონოს ღარიბაშვილის მიმართ რაიმე დადებითი გრძნობები მაქვს, მაგრამ პიროვნულად იგი ბიზნეს ძაღლივით ერთგული იყო. რადონის სირი უნდა იყო ადამიანი, მასეთ ადამიანს რო ამჯობინებ ყობახიძეს და დინარაძეს. რადონის სირი უნდა იყო ადამიანი. ნუ ამაზე არ მაქვს ახლა ლაპარაკი, სარი უტეხია, ძალიან კარგია ბიზნა გააგრძელე მასე და მომავალში ძალიან ბევრ რაღაცას უნდა მოიმგა კიდეც. მაგრამ ქვემოთ ხო იყვნენ ხალხი. რომელი ადამიანებიც 1000 სიბინძურეს აკეთებდნენ, ყველაფერს აკეთებდნენ იმისთვის, რომ აი ეს ღირსეული ადამიანები, ვინც 2012 წელი იყო თუ მერე იყო თუ ხმას იღებდნენ სამშობლოს გულისთვის, ეს ხალხი რამენაირად გაებანძებიათ, შეურაცხყოფა მიეყენებიათ ამ ხალხისთვის ტალახი ესროლათ და ამას აკეთებდნენ უშუალოდ ქოცების დავალებით. ყველაზე ბინძურ საქმეებს, აი ქოც გამპრავებლები ხო იყვნენ. ყველას დედა აქვს მოტყნული. ვისაც დარჩენილი აწი მოგეტყნებათ დედა. არ იდარდოთ. იმიტომ რომ მერწევიდან იყურება, აუცილებლად მოbrunდება ყველაფერი. დღეს მინდა ერთ-ერთი წარმოგიდგინოთ. თავშივე ვამბობ, მე არ მიხარია ამ ადამიანის უბედურება, არ მიხარია. იმიტომ არ მიხარია, რომ უსამართლობაა. და შვილი არ უნდა ისჯებოდეს მშობლის გამო. შვილი არ უნდა ისჯებოდეს. მაგრამ მშობელი ყველაზე მეტად რომ გამწარდეს უფლის სამართალში ასეა, იმაშინ შვილს უნდა ატკინოს ყველაზე მეტად და მე მინდა წარმოგიდგინოთ თქვენ აი ეს გახსოვთ ალბათ აი ეს ბოზიშვილი ირაკლი ზაქარეიშვილი. ეგრეთ წოდებული ადვოკატი, რომელიც 1000 სიბინძურეში იყო გარეული. 1000 ესე უბინძურესი ადამიანი არის, რომელსაც პირდაპირი დავალება ჰქონდა ჩემი მიმართ, ჩემი ოჯახის მიმართ, ჩემი დედმამიშვილის მიმართ 1000 სიბინძურეები უშიშროების პირდაპირი დავალებით ეკეთებია და აკეთებდა. ახლა ქვეყანაში რო ვიყავ იმდენს კიდევ ვერ ბედავდა. მაგრამ ქვეყნა რო წამოვედი 1000 სიბინძურეს აკეთებდა. და ბიძინა და შენი ჭირიმე და შენგენაცვალე და ჰაი და ჰუი. ეს მანამდე სხვათა შორის ისე ხალხს უმტკიცებდა იმას, ახალაიების ადვოკატი იყო მანამდე რა, ისე ზოგიერთ დედამოტყნულ ქოდს რო დაავიწყდა. ვინ იყო ირაკლი რო გახდა ახლა. მაშინ 2012 წლამდე ახალაიების აგენტი იყო და წიოდა და ახალაიები ხალხს უყვარს. აი რა მოუვიდა. და რა მოუვიდა ამ ადვოკატს. ერთი შვილი ყავს. ერთი შვილი. რომელიც ნამდვილად ტყილა უბრალოდ ხავთ დაჭერილი. ნამდვილად ტყილა უბრალოდ ხავთ ქოცებს დაჭერილი. ჯერ გამოუშვეს, მერე პროკურატურამ გაასაჩივრა და მოკიდა ხელი და ჩააგდო მისი შვილი ციხეში. ეხლა აგდია.
ეხლა აგდია ამდენი სიბინძურის გამკეთებელი, ეხლა აგდია და დეპრესიული პოსტების წერით არის დაკავებული აგერ იმასე, რა ქვია. რომ იქნება ვინმე ხმა მიიტანოთ ბატონ ბიძინა ივანიშვილთან კიდევ ერთი უძილო ღამე, რას ერჩით ჩემ შვილს და ასე შემდეგ. როგორც გამწარებული მამა, ნამდვილად საწოდავია ეგ კაცი. ნამდვილად საწოდავია, იმიტომ რომ ნებისმიერ მტრისთვის დედაც დედაა და მტრისთვის შვილი შვილია და როგორც ადამიანური ამბით, რა თქმა უნდა შეგეცოდოს, მაგრამ ბოზიშვილო ზაქარეიშვილო. სხვისი შვილების მიმართებაში, სხვა ადამიანების მიმართებაში 1000 სიბინძურეს და დედამოტყნულობას რო ჩადიოდი. 1000 ჩათალახობას რო ჩადიოდი, 1000 ეგერ ჩანაწერიც ამაკ, სატელეფონო ჩანაწერიც ამაკ, ეგერ? შენაერ ბოზიშვილთან აბა ნორმალური ლაპარაკი არ შეიძლებოდა 1000 სიბინძურეს რო გვაბრალებდი. და თქვენო კაცო რა ის სახელმწიფო გერჩით არის, სახელმწიფო გერჩითო და 1000 ტალახს რო ისროდი, შე დედამოტყნული შვილო. და ამერის სიბინძურე რამდენი გაკეთებული გეგონა შეკრჩებოდა და ვისაც ემსახურებოდი და რასაც ემსახურებოდი გეგონა რომ შენ თავზე ხელს გადაგისვებ და არ გადაგისვებ და არც სხვას არ გადაუსვებს ხელს. ხო და ეხლა რო წერ მაგ დეპრესიულ სტატუსებს და აგერა მთელი კოცების ის რო არის შეკრებილი ნინო ჯღარკავა ყავს, აგერ ყველაზე დიდი ტრაკიანი ქალი გვერდში, მთელი გამправებელი კოცი. ხო და ვაიმე ძალიან მწუხვარ და ესე მოღუშულ სმაილიკებს რო გიწერენ კომენტარებში და დედა ირაკლი ეს რა ხდება და დედა ეს როგორ ხდება და იქნება ბიძინამდე ვიღაცა მიიტანო ჩემი წერილი რო ჩემი შვილი გამოუშვან უდანაშაულოა და ესა და ისა. აი ესა უფლის სამართალი. ტრაქში გაიგეთე მაგ შენი დიპლომები რაც აქვს რო კითხოს კაცმა ადვოკატი ხარ და მაგ შენი ესა რა ქვია კონტაქტები რომელიც გქონდა რომ თავი გეგონა უძლეველი ამ ქვეყანაში რა ვერავინ ვერ შეგეხებოდა უარესი დაგემართება შენს და ყველასაც იმიტომ რომ იმდენი არასწორი გაქვს გაკეთებული იმდენი უსინდისობა გაქვს ჩადენილი უმართლე ადამიანების მიმართ, პატიოსანი ადამიანების მიმართ, იმდენ სიბინძურეზე გაქვთ ხელი მოწერილი, ხო? ნინოია ჯღარკავა კი არა, ბიძინა ივანაშვილი ვერ გიშველით და გეუბნებით ყველა დედამოტყნულ ხოც გამბრავებელს. აი ესეთი ეს კუზიანი აკლემი ყველასთან დაიჩოქებს. იწუწუნი ახლა შენც, იწუწუნოს ლომჯარიამაც, იწუწუნოს იქ მთელმა ხოც გამბრავებლებმა ახლა დღეს რო ციხეში არიან და იწუწუნოს ღარიბაშვილმაც იწუწუნოს იმანაც და მალე სააკაშვილმაც იწუწუნოს. უნდა იწუწუნოს. მისი შექმნილი სისტემა ხოა? აგერ თქვენ და აგერ მე. იმასაც მოვესწრებით ძალიან მალე ბიძინა ივანიშვილის როგორ იქნება აწუწუნებული აი ამ სისტემიდან. და ნახავთ ყველა უსამართლო ადამიანს დედა მოგეტყნებათ. და თქვენი ნაჭამი ნაგავი თქვენ შვილებზე გადავა. კი ბატონო, ბუმერანგის პრინციპია და კი ბატონო, ბევრი უბედურება მე არ მიხარია. მე ვიცის ჩემმა ოჯახმა მithumetes პატიმრობა რა არის. და მამა ჩემის პატიმრობას, ბაბუა ჩემის და მამიდა ჩემის სიცოცხლე გადაყვა. შენი გამომწველავი დედა შევთხარე ირაკლი ზაქარეიშვილი, როცა ჩამოვალ საქართველოში, ისე როგორც უნდა მოგეთხოვოს შენ პასუხი, მე მაინც მოგთხოვ პასუხი, შენ არაფერი არ გიშველის. არ გიშველის ის რაც შენ გაკეთებული, როგორც კაცმა კაც ისე უნდა მოითხოვოს და მოგთხოვ. არ გემუქრები, გეუბნები იმას, რაც გაქვს დაშავებული ჩემი მიმართ და რა სიბინძურეებიც აქვს ნაკეთები. შენ რაც არ უნდა გაგამწარონ და რაც არ უნდა მოგთხოვო, სხვას თავისი მოსათხოვები, მე ჩემი მოსათხოვები მაქვს. აუცილებლად მოგთხოვ, არ გეგონოს რომ ეს წამი ჩექჩება მაგი. და შერჩენილი გაქვს. არ ვივიწყებ მე. ბევრი შეურაცხყოფას მაყენებს, მაგრამ დიდ სიბინძურეს ვინც მიკეთებს, იმასაც არ ვივიწყებ, რომ ჩამოვალ შენ, რა დღეშიც არ უნდა იყო, რა მდგომარეობაშიც არ უნდა იყო, მაგის გამო მე შენ მოვალ და მოგთხოვ პასუხს. რაც გაგიკეთები. ხო. როგორ მოგთხოვ და რანაირად ადვოკატი კაცი ხარ და იფიქრე ახლა მაგი შენ. და დანარჩენ კოცებსაც რა შეგეხებათ? ძალიან მალე ვნახავ. როგორ დაჭამთ ერთი მეორეს. და ამ ქვეყანაში სამართლის იმედი ნუ გაქვთ. არ არსებობს.
არ შეიძლება ადამიანმა ბორდელში, კაცმა ბორდელში ქალიშვილი გოგო ეძიოს აწოლეთ. ისე არ შეიძლება ქართულ სასამართლოში და ქართულ რეალობაში, დღევანდელ რეალობაში ადამიანმა სამართალი და კანონი ეძებო. სამართალიც და კანონიც არის აი ამ ათხელში, ვინც უნდათ ის არის მტყვანი, ვინც უნდათ ის არის დამნაშავე, ვინც უნდათ ის არის გმირი, ვინც უნდათ ის არის მოღალატე, გუშინ რომ გახარიას უძრებოდნენ უკანალში და თავისიანი იყო და ნაცები უძახოდნენ თვალთხარიაო, დავიწყდათ მე 4-5 წლის მერე და ახლა ნაცები აღარ უძახიან თვალთხარიას და ნაცები აღარ უძახიან იმას, რა ქვია, სისხლიან მინისტრს და გავრილოვის ღამის იმას. და ახლა ქოცები უძახიან საზიზღარი გახარია ბოუშებს თვალები დათხარაო. საზიზღარი გახარიან პასუხი უნდა აგოსო. აი ამასაა დამსგავსებული ქვეყანა. ყველას მოგიძა მე ადამიანების სამართლის იმედი არ არსებობს. ეგ საქართველოში ისე გარყვნილი და ისე გათახსირებული ხალხი მხოლოდ მე ახსოვს მარტო და მისი პრობლემები ახსოვს და მარტო მე რას ვაკეთებ, მე რა მექნება სიკეთე და ეს გონიათ სამართალი. აი მაგრამ უბლის სამართლის მჯერადამ წამს და აუცილებლად მოგადგებათ ყველას რა. ამ ქვეყნის დაქცევისთვის და ამდენი ადამიანების გაუბედურებისთვის თქვენი შვილებით და შვილიშვილებით აგებთ ყველას პასუხს. მათ შორის ზევითი, უფლისთვის იგი ყველა ერთი ვართ ჩვენ. რაც შეეხება იმ არქივებს, თუ კი ეს არქივები გაიხსნება, ძალიან მარტივად ვნახავთ ჩვენ, რომ ოფიციალური ნაბოზვარი და ჩათლახი იყო ლევან სანიკიძე. მაშინ ვნახავთ, რომ ოფიციალური ჩამშვები და ნაძერალა იყო ხოშტარიას მამა. მაშინ ვნახავთ ოფიციალურად, რომ ოფიციალური ჩამბოზებლები იყვნენ ძმების ტუკაჩოვები, მერმძღნელი შვილები და ბევრი აქ რო თავს დებდნენ, იგივე კობახიძის მამა და სხვა ეს ხალხი. მე ამ გონია ქოცებმა ეს რო გააკეთონ, თავისთავად უნდა დაიხრიტონ. ნაცები ამაზე ხმას არასდროს არ იღებდნენ, მე როდესაც ვეკითხებოდი ყველაზე პროდასავლელ ნაცებს. ბიჭო, ხო ამნაირი მაგრები ხართ? ვეკითხები. ხო ასე გეზიზღებათ საბჭოთა კავშირი, ხო ასე გეზიზღებათ რუსეთი. რატო არ საჯაროვდება, რატო არავინ არ ითხოვს ლუსტრაციის კანონს? რატო არავინ არ ითხოვს? იმიტომ რომ ყველა მიცის რომ ბოკერიან ასეთ გაიყო. ყველა მიცის რომ სააკაშვილის ბიძია რომ ღია კგბ-ს გენერალი იყო, რა თუნდა ლაპარაკი. ყველა მიცის ვინ იყო ბენდუქიძე, ყველა მიცის ეს ხალხი ვინ იყვნენ? მთელი ეს რა თუნდა და ბიჭო ნაცებს ბიჭო რაში ჭირდებოდა ლუსტრაციის კანონი და რაში ჭირდებოდათ ესა რა ქვია პირდაპირ რუსული იმპერიის საქმე გააკეთეს საშვილიშვილოდ ამ ქვეყანაში რუსეთის ლანძღვაგინებით და დღეს მათ შეურაცხყოფას და მათ იმას რა ქვია აგერ კანონი იცავს და მედი ახლა და კანონმა დაიცვას ნაცების და ქოცების კოჰაბიტაცია. ეგა ამიტომ მე მაგ ქვეყანაში არაფრის იმედი არ მაქვს უფლის გარდა. არა მაქვს. არა, იმიტომ რომ ვიცი რა, ნაბოზუორარია ხალხი, ვიცი როგორი გაჩათალახებულია ადამიანები, აგერ ამაქვს. მე თვითონ ამაქვს ამათი ნასეტკების ბაზა, ერთ კორპუსში 14 ნასეტ გაყავთ, ერთი მეორის ჩამშვები და ჯამბოზებელი. რა უნდა კონდეს? იუდას გზაზე დამდგარე ერს. რა, რისი იმედი უნდა კონდეს? წადი ირაკლი, ყველა სასწაული რა იყო? წადი ირაკლი პატრიარქს თხოვე, იქნება შეგიწყალონ რამენაერთ შეხედეთ. რაკნას გული უსკდება ირაკლი ქოცებს, როგორც თუ დღეში ჩავარდნილ ხარ, როგორი უსამართლოდ ისჯები თურმე ეს სამართლიანი კაცი, რომელიც წლების მანძილზე ტრაქში იყავი ქოცებთან შემძვრალი, რა დააშავე ასეთი? რა დააშავე და ის დააშავე, რომ რუსეთ უმეობა მოინდომე, მეტი ფულის შოვნა მოინდომე, რუსეთის გზაზე დადგომა მოინდომე და აქედან გამომდინარე, ჩემო კარგო, ქოცებმა გითხრეს, რომ რუსეთის გზაზე მარტო ჩვენი ხალხი უნდა იდგეს, ვინც უნდა იდგესო თუ არა, ვინც ჩვენი ხალხი არ იდგებაო რუსეთის მიმართულებაზე, იმას ჩვენ პასუხს მოვთხოვთო. რა, არიცით რა ხდება? არიცით რა გაუკეთეს აგერ იმას? გულბათრცხილაძეს? ტყილა არაფრის გამო რო ჩააგდეს ციხეში? მამამისი ისე დაასაფლავეს, შეპირდნენ თან გამოუშვებს შვილს ვატირებიებთო, მშობელსო გასვენებაზე არ გისიც კი არ გააკეთეს. ამას შვილი დაუჭირეს. ნიკოლოზამ მოასწრო ჭკუა იყო მჟავანაძეს და გაასწრო აქედან. თუ არა მჟავანაძის იქან ეჯდებოდა, მიჩენილი ექნებოდა ადგილი. დანარჩენები ჩვენი ხალხი ვინც არიან რუსეთის მიმართებაზე და ჩუმჩუმად აგვარებენ რუსულ ქოცურ იმკენს, ამ იმაში კონკურენტი არ ჭირდებათ ამათ.
აი უცებ, როგორ გავამწაროთ? შვილი, მორჩა დამთავრდა. ეგრეა. აი აქედან მოდის თუ არა, ვის რა ინტერესი უნდა ქონოდა, ამ ჩათალახი ნაბოზუ არის ამის. ვის რა ინტერესი უნდა ქონოდა სხვა? ასია. მორალურად და ზნეობრივად დეგრადირებული ერი უკეთეს ღირსი არა. არა უკეთესის. მე არც ისე დიდი ხნის წინ მახსოვს, ახსენდება ძალადობას როგორ აპროტესტებდა ჟორიკა რურუა რუსთაველის გამზირზე. ჟორიკა რურუა, რომლის ხელითაც იყო ის რუსთაველის გამზირი გადაბუგული და რამდენი ახალგაზრდა იყო, გინდა თორაძეების საქმე და გინდა ის და გინდა ის. და როგორ გამობდა ძალადობას. ეს ჩვენ ხო ეს ქვეყანა ვართ. ჩვენ ხო ეს ქვეყანა ვართ. ხო და ესა ბოროტი ცირკი. ეს არც პოლიტიკაა. ამათ არც ქვეყნისთვის სიკეთის მოტანა არაფერს არ შეუძლიათ, მე ბინძური ხალხი არიან. ხო და ჩემო კარგებო, გეუბნებით, კიდევ ერთხელ გეუბნებით, არ გაერიოთ არანაირ პოლიტიკურ პროცესებში. რაც ეხება ამათ პოლიტიკურ ამბებს, ნაცი, ქოცი, დაჯექით სახში, იჯექით მდინარის პირას და უყურეთ. ჩამოიტანს, რომ მოვა, არჩევნები რომ მოვა, მაშინ იჯექით განსაკუთრებულად სახში. და იარონ ამათმა ცოლებმა, იარონ ამათმა საყვარლებმა, იარონ ამათმა შვილებმა, იარონ ამათმა ბიძაშვილებმა და იქჩიონ თავიანთი თავი. თუ გინდათ, გინდათ. ჩემო ძმაო, ერთ რაღაცას გეტყვი. საქართველოში პოლიტიკურ პროცესებში თუ ლოიალურობა არ გამოავლინე, თუ ხარ მონაწილე და თუ ლოიალურობა არ გამოავლინე ბიძინა ივანიშვილის მიმართ, მესმის მე ოთო რასაც ამბობ, თუ ლოიალურობა არ გამოავლინე, შენ ერთი დღე ვერ გაცლებ იქ. საკუთარი თავი და საკუთარი ოჯახის მაგალითიდან გეუბნები. ამიტომ ხალხი ვინც იყო საქართველოში, კი, ბევრი აკეთებდა ამას, რომ მე ახლა ბიძინას მტერი კი არა ვარ, მაგრამ კოცების მტერი ვარ. ხო, აკეთებდა ამას. იყო იმისთვის, რომ ყავი გადაერჩინათ და იქ თავიანთი მოღვაწეობა რამენაირად შეენარჩუნებიათ. მე არ ვამბობ იმას, რომ არა, კი ბატონო, მაგრამ მაგკაცი ძალიან ბევრს ლანძღავდა, ჩემო ძმაო, არსებულ ხელისუფლებას და სისტემას. მაგკაცისთვის გამოყოფილი ჰქონდათ ადგილი, მაგრამ მოასწრო და გაასწრო და წავიდა. წავიდა და იქ რო ჩავიდა, იქ კიდე რამდენი რამეები დაახვედრეს, იქ სიურპრიზები, ეს ცალკე თემა, მე არავის გამპრავებელი არა ვარ, ღმერთმა დამიფაროს, მე ვამბობ უბრალოდ რეალობას რაცა. იქაც რო ჩავიდა, ჩვენ ვემიჯნებით ამ ადამიანს, ჩვენ ვემიჯნებით იმ ადამიანს და ასე შემდეგ. აბა როგორ? ვერ გამოასწრებ. მიდით ერთი გამოდით ქუჩაში და აგინეთ ერთი ბიძინასაც, აგინეთ ერთი ნაცებსაც, აგინეთ სულ ყველას, იმიტომ რომ ყველა საგინებელია, ყველა ამ სისტემის წევრია და ნახავთ, აბა ერთი დღე თუ იქნებით გარეთ. ნახავთ. და ვიტუმე და ჟურნალისტიკაში იყო და რამეში იყო, აბა როგორ ყველგან ეს დაუწერელი კანონი როა საქართველოში არის, იცი? დააკვირდით, ყველა გამოსულია და რო კითხო ვითომ რა გადააქცია ბიჭო, მაინც ქართველი ერი გადააქცია მონების და გამპრავებლების ერად. ამ ახوارმა, ამ ნაზირალა ჭორვილელმა მაიმუნმა რა. გამოდით ხალხი რა დღეშია. დღეში 10 ჯერ ლოცულობენ, ივანი მაინც იმას ბიჭო რა უყვარს, იაფირისტი ხალხი და იტყობა, ესეც რო არა ქართველია, სიამოვნებს, რომ ქართველები ასე ყავს დამონებული. ისე რაფერაც მიშასყავდა. და ყოველი დილა იწყება ბიძინას ლოცვა კურთხევით. ქართულ პოლიტიკაში ვინც არსებობს. ასია ეს. თუ არ არის, მაშინ შედი ნაცებში. და იქ გააკეთე ბიძინას საქმე ნაცებიდან. ისე როგორც ნაცები აკეთებდნენ ბიძინას საქმეს 2012 წლამდე, სანამ თვითონ მოვიდოდა. არა ბიჭო, ახლა მე არ მაფინანსებდა და მე გვერდით არ მედგა. ასეთი დაუწერელი კანონებია საქართველოს პოლიტიკურ სივრცეში. აბა შენ როგორ გინდა, ახლა პოლიტიკაც გინდა და წესებს არ გინდა დაემორჩილო? ეგრე? ციხეებში რამდენია შესული? ხო გამარჯობა შენიო, 14 წლის იყავი ჯიგარო რომ მოვიდა და 28 წლის ახარ და ამ გაუთავებელი ჯოჯოხეთს უყურებ. მესმის გან არ მესმის? ასია, ამიტომ ძევლად როდესაც არის ხალხი აყვანილი, საერთოდ
რაშია იცი ოთო ჩემო ძმაო საქმე ჟენევის კონვენცია რო წაიკითხო და აი გაეროს წესდებით და ამით და იმით ხო ტყვეთ რო ჩაიგდებ მოწინააღმდეგის ჯარისკაცს ოფიცერს არ აქვს მნიშვნელობა არ შეიძლება მისი ცემა არ შეიძლება მისი დამცირება არ შეიძლება მისი შეურაცხყოფა არ საჭმელი უნდა აჭამო უნდა გაუფრთხილდე უნდა მოუარო ძალის დატანება არ შეიძლება იქამდე ქვედანაყოფის დავალების დაძალება არ შეიძლება რო თქვა მაგრამ გეკითხები რომელი ომში ხდება მოწინააღმდეგის ტყვეთ ჩავარდნილი ჯარისკაცის აი ესეთი მოპყრობა როგორც ჟენევის კონვენციით არის გათვალისწინებული რომელი მხრიდან როდის ხდება ეგეთი რაღაც მაქსიმუმ სიცოცხლე თუ შეინარჩუნა ტყვემ ესაა ყველაზე დიდი ხო ნებისმიერ კონფლიქტებში ასია რაც არ უნდა ჰუმანური კონფლიქტი იყოს არსად არ ხდება ესეთი რაღაც საქართველოს მოსახლეობა თავიდან ბოლომდე არის მძევლად აყვანილი როდესაც მძევლად არის აყვანილი ადამიანი და იმას დაადგებიან თავზე და იარაღს დაადებენ და ეტყვიან დროშაზე ფეხით შედეგი შეაფურთხე სააკაშვილს შეაგინე ბიზნეს შეაგინე იმას შეაგინე ამას შეაგინე ესკენი ადამიანი ამას აკეთებს ეს გასამყუნებელი არავინ არ იცის იქ რო ჩავარდეს და იარაღი დაადონ რაც გააკეთებს და აი ესე აქ იარაღი დადებული მთელ ერს ასია კი ბატონო ტყვეთა მთელი ერი და მუდმივ ტერორში არის ყველაფრიდან ესა ერთი საოკუპაციო რეჟიმს აყავს აყვანილი ეს ყველაფერი ესა ურიულ ქოცურ ნაცურ რა ვიცი რარჯულის ესა ტრანსნაციონალური ძალა რომელსაც ჩაგდებული ყავს ერი აი ამ დღეში ქართველი ერის ნაწილმა რომელმაც გადაწყვიტა რომ არ უნდა ამ რეჟიმის ცხოვრება ქონდა არჩევანი რომ გაქცეულიყო ქვეყნიდან ან კიდე იყო ერთი ნაწილი იგივე აფხაზეთში და იგივე სამაჩაბლოში რომლებმაც სხვა ბატონს მიმართეს და სხვა გაიხადეს იმათ რა ქვია ბატონად და ამით დაიცვეს თავი ამ რეჟიმიდან რომელი რეჟიმიც არის დანარჩენ საქართველოში აბა თქვენ რა გონიათ ახლა საქართველოს დამოუკიდებელი ქვეყანა დროშა და გერბი და ჰიმნი დროშა გერბი და ჰიმნი საბჭოთა საქართველოშიც იყო ჩემო გარკვეულ და მეტი დაცული იყო საზოგადოება და ერთი ბატონი მაინც ხავდა და ყოველ შემთხვევაში ასეთ სიბინძურეებს არ აძალებდნენ მაშინ საზოგადოებას დღეს რასაც აძალებენ რომ გააკეთონ ასე კი ბატონო მე მაგას ვამბობ ჩემო კახა ყველას მოუწევს ადრე თუ გვიან მოხეხვა მაყველაფრის ყველას მოუწევს და ძალიან ბევრი შვილებით გამწარდება აი ნახავთ ეს ზიად უკვე მეორე ის არის რა ქვია მეორე დუბინკა არის უკვე თავზე დადებული ისა რა ქვია რომ მეორე არის სომალიში იყო ადრე ასე სომალის დიქტატორს მთელი გაეროსის ჰქონდა მიტაცებული საკვები და შიმშილი იყო მთავარი იარაღი და ვინც მისი მომხრე იყო იმას აძლევდა მარტო იმენს რომ თავი გადაერჩინათ და დანარჩენი სულ ფეხებზე ეკიდა და თავისას ისწორებდა და აკეთებდა და ასია დღესაც დღეს ზოგიერთებს რო უყვირს რომ გამოვიდა და მერაბ დვალიშვილის ეს რა ქვია განცხადებები რომ დოპინგი ვერ დაინახა და ეს ვერ დაინახა და ის ვერ დაინახა ბიჭო მილიონები რომ იცენ მერაბ დვალიშვილის ამერიკელებმა ვიღაცას მაგას იტყვის და დოპინგს ვერ დაინახავს და დარღვევებს ვერ დაინახავს კი არა აგერ დამლაგებლად თუ მუშაობს ადამიანი დღევანდელ საქართველოში ადამიანი იმასაც კი იმის შიში აქვს რომ რამე არ თქვას ხელისუფლებაზე რომ ის 500 და ის 400 ლარი არ წაართვას ხელისუფლება და ესაა მძევლობა და ესაა ტყვეობა ერის საქართველოს დამონებული დატყვევებული ერი რომელშიც ყველაფერი ეროვნulis და ყველაფერი თავისუფლების გამოვლენის ყველაფერი არის დასჯადი აი თავისუფლება არის მაგათი წესებით უნდა იცხოვრო მაგრამ არ გაძლევთ გარანტიას მაგათი თავისუფალი წესებით ცხოვრება როგორც ირაკლი ზაქარიაშვილს არ მისცა ირაკლი ზაქარიაშვილს ბედნიერება არ მოუტანა იმ რეჟიმის ტრაქში შეძრომამ და სხვების დაღუპვამ ისევე როგორც ბევრი გამპრავებლის ბარეური მინახია დაღუპული და ბარეურს ნახავ კიდე ხო არ ვიცი შემოწმო ხალხი კი უნდა გამოფხიზდეს ეგაა ყოველთვის გამოსავალი ასეთ დროს მაგრამ ერთი რაღაცაც არის იცი
მამა კირიონს რო ესაუბრებოდი დავითგარეჯში ესეთი რაღაცა მითხრა საერთოდო ზოგადადო დადგენილი არისო რომ ადამიანებს რო ისე ღრმად რომ ჩააფურთხებენ სულშიო როგორც ქართველ ერს ჩაფურთხებას უკეთებდნენ სულში ამ მთელი ამ ხსნაძეზე მე იმ ადამიანს ძალიან იშვიათ ნაწილს შეუძლია ამ ყველაფრიდან ამოსვლა რასაც ნაცები სიტყვაზე ნაცების დროს რეჟიმი რასაც აკეთებდა ხო უძლურების განცდა ქონდა ყველგან ესენი იყვნენ დაიჭერდნენ ცემდნენ გააუპატიურებდნენ ყველაფერს წაართმევდნენ და ერთი ადამიანი ხარ რა უნდა შეცვალოს სისტემის წინააღმდეგ ერთადერთი გამოსავალია შური იძიო მოგიდო იარაღსელი და ვინც ეს გაგიკეთა ის მოკლა ხო ამის გამკეთებელი არის 1001 დანარჩენს კიდე ცოცხალი ადამიანი და ეშინია ამ ყველაფრის გამეორება ბიძინამ ეს ყველაფერი დააკანონა შეიძლება ასე მოექცე ქართველ ერს და ამაზე შენ პასუხი არ აქვს გაიხარე ჯიგარო გაიხარე მშვიდობა მოგცეს ღმერთმა ჯიგარი კაცი ხარ ძმაო მეც ვიცი ვინახარ და ღმერთმა სიკეთე მოგცეს და ღმერთმა ყველას გაძლება მოგცეთ საქართველოში რა და თავის გადასარჩენი იმიტომ რომ ყველა ხო არ გაიქცევა მაგ ქვეყნიდან ისედაც კი ამ იმდგარი სამშობლოს დაცლაზე ყველაფერი გაიხარე კოკი გაიხარე ჩემო ძმაო მშვიდობა მოგცეთ ღმერთმა აი ამის თქვა მინდოდა რა და ეს უსამართლობა აი ესე შედეგებს მოგიტან 1000 რაღაცაა მომხდარი ადამიანების როგორც ბუმერანგის ეფექტი რა საქართველოში რამდენი მომხდარა ასეთი რაღაცა ფილმიცაა მონანიება ამაზე გადაღებული არ გინდათ იმიტომ გინდათ რომ სხვისი დაშავებით თქვენ იყოთ კარგად და მაგრამ თქვენი შვილები და შვილიშვილები და შთამომავლობა ზღვავს ამას და საერთო ჯამში ერიდა ქვეყანას ზღვავს თუ ამისკენ გააგრძელებთ სიარულს აი ესე იქნება აი ყველა გამპრავებელს გეუბნებით ყველას გელოდებათ თქვენ ვერასდროს ვერ იქნებით ღარიბაშვილზე მეტი ძვირფასი ბიძინა ივანიშვილისთვის რაც მოვიდა ღარიბაშვილს 10 იმდენი მოგივათ თქვენ 10 იმდენი მოგივათ და უფრო უარესად გამწარდებით ღარიბაშვილი თვითონ მაინც ის ციხეში ამას შვილი ყავს დაჭერილი და აგერაა და იხვეწება მიშველე შვილი გადამირჩინეთო არ დამიღუპოს ბიძინამდე მიიტანეთ ხმა თან დააკვირდით როგორი მონობის ისა ოღონ ბიძინამდე მივიდეს საქმე რომ ბიძინამ გადახედოს ადრე რო იყო რომ სტალინამდე თუ წერილი ჩავიდო და ყველაფერი ვინც მივიდა სტალინამდე და ვინც მიიტანა მისი გაჭირვება და ყველა საქმეს გადახედა გადმოხედენ იხედან და ყველა განთავისუფლეს მაგრამ თქვა ხო არ გავიწყდება ის სტალინი იყო შენ შვილს თუ გაუშვებდა ომში მის შვილსაც არ დააჯენდა სახში და ომში გაუშვებდა და სტალინის შვილები იმიტომ რომ სტალინის შვილები იყვნენ ერთი ტყვეთა ბანაკში რო ჩავარდა რა მოვიდა მეორე მთელი ფრენის მანძილზე პარაშუტის გარეშე დაფრინავდა რო ჩამოიგდო ტყვეთ რო არ ჩავარდნილი და იქ ზევით დღეს სტალინი არ ზის იქ ბიძინაზის რომელსაც ზებრა პინგვინი მილიონს ურჩევნია თქვენ თავს ისევე როგორც მის შვილს ბერაკოს მთელიერიო მიყვარსო და ოჯახივითო მიყვარსო საქართველო და ოჯახში ამდენი მშიერი და გაჭირვებულია და იგი ანაკონდას და იმას რო დაძდევს იმაში რა ქვია იაგუარს და იმას რა ქვია ხვლიკს და გველს რო დაძდევს ამაზონის ჯუნგლებში დასახმარებლად აი ესეთი სიყვარული იციან ამათმა ქართველიერს ძალიან უცნაური სიყვარული აქვთ ეგ არის შვილი დაუჭირეს შვილი ეგრეა კოცებო ხშირად ნახეთ ფილმი მონანიება აი ხშირად ნახეთ და თქვენივე ხელით არა მოთხაროთ მამა თქვენები ასე არ დაგემართოთ პარეულს რა და შვილით არ გამწარდეთ მე მაინც მოგიწოდებთ აქეთკენ დიდი მადლობა ყველას ყურადღებისთვის